გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია საუკეთესო აგენტი. ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებს ყავთ თავისი აგენტურა. ზოგი ცხადად, ღიად, ზოგი ფარულად და მათში თურმე ყოფილა ასეთი ცნება საუკეთესო აგენტი. ვინ ყოფილა საუკეთესო აგენტი? ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ვერ ხვდებიან რომ არიან აგენტები, არამედ გულწრფელად, მთელი თავისი შინაგანი მოწოდებით აკეთებენ რაღაც უგუნურებას და შედეგი არის ამ სპეცსამსახურების სასარგებლოდ. ამის მსგავსად ეშმაკსაც თურმე ჰყოლია თავისი აგენტურა. ზოგი ცხადად ეწევა ცოდვის განვითარებას, ცოდვის რეკლამას, როგორც ცოდო, ასე სცოდე, ისე სცოდე. ზოგი ფარულად. და ჩვენ სახარებიდან ვიცით, რომ ეშმაკის თანამებრძოლები, ვინც მის საქმეებს აკეთებენ, ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ქვეყნათაც და იმ ქვეყნათაც. როგორ დავიზღვიოთ თავი, როგორ მივხვდეთ ჩვენ ხომ არ ვირიცხებით საუკეთესო აგენტებში, აი ამ სასარგებლო სულელებში, რომლებიც ეშმაკის საქმეებს აკეთებენ. ამას დაგვანახებს სახარება. თუ ცოდვა ჩვენთვის არის ბუნებრივი, მე გინებოდა და შევიგინე, დავლიე და დავლიე, მომინდა მოწევა მოვწიე, არაფერი არ ხდება. ჩვეულებრივად, წყნარად, ბუნებრივად ესე ვცხოვრობ. თუ ჩემში არის საქმეები, რომელიც ღმერთმა აკრძალა, რომელიც სახარებას ეწინააღმდეგება, ესე იგი მე მინდა არ მინდა, ხვდები ვერ ხვდები, ესე იგი მე ვარ აგენტი. ეშმაკის თანამებრძოლი ბოროტების გამტკიცებაში. და თუ ცოდვა თქვენთვის საზიზღარია, თუ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა დათვრეთ, როგორ უნდა სცემოთ ადამიანს, ესე იგი ეს აგენტობა დამთავრებულა. ყოველი ცოდვა ეს არის კრედიტი ეშმაკისგან. ნამდვილი ბანკირივით ის მზად არის ყოველდღე დაგიმტკიცოთ ულიმიტო კრედიტები. გადახდის ისტორია არ აინტერესებს, ძალიან გულუხვია. ოღონდ გადახდას მაშინ მოგთხოვს, როცა ჩვენი რესურსები, მათ შორის დრო, უპირველესი რესურსი ამოწურული იქნება, როცა ვერაფრის გადახდას ვეღარ შევძლებთ, როცა მოღვაწეობის დრო უკვე დამთავრებული იქნება. ამიტომ სანამ ახალგაზრდები ვართ, სანამ თვალი ხედავს, სანამ ყურს ესმის, აი მამებს ესე უწერიათ, ახალგაზრდობასო ღმერთმა მისცაო მეტი ენერგია, რომ მეტად იმოღვაწეონ. იმიტომ კი არა, რომ გიჟებივით ქუჩაში ირბინონ, იმიტომ რომ მეტად იმოღვაწეონ. ვისწავლოთ ჩვენ, ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, ღმერთს ვებარებოდეთ.